და აი ჩვენ დავბრუნდით ალფასიხში კлауд თქვენთვის ამზადებს საინტერესო სიახლეებს მე გიორგი თუხარელი ვარ და ამჯერად ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება ირანი რადგან სწორედ ახლო აღმოსავლეთში ახლა საკმაოდ კომპლექსური სიტუაციაა და სწორედ აქედან გამომდინარე რომ არავინ არ იცის როდის დაიწყებს ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო კამპანიას ან რა ტიპის კამპანია იქნება ჩვენი მეგობარი ოთო კონჯარია რომელიც ალფასიხის დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს ის ახლა სამწუთებში უზის ამ ახალ ამბებს, რათა თქვენ ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია არა მარტო ირანის შესახებ, არამედ უკრაინის შესახებაც და ჩვენ მოგეხსენებათ ორიენტირებულები ვართ ძირითადად უსაფრთხოების საკითხებზე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და ბოლო მონაცემები რომ გითხრათ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მობილიზებულია საკმაოდ დიდი ძალა. არის ექსპერტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ რა შედეგებს გამოიწვევს სამხედრო კამპანია, თუმცა მთავარი კითხვა ჩნდება, რა ტიპის სამხედრო კამპანია იქნება ეს. იქნება ეს ეგრეთ წოდებული boots on the ground-ის ჩათვლით, ანუ სამხედროების უშუალოდ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობა, თუ ეს იქნება დაახლოებით იგივე მსგავსი ოპერაცია, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ვენესუელაში. იქნება ეს საჰაერო იერიშები, როგორც მაგალითად წინა კამპანია იყო ირანის წინააღმდეგ, როგორც იყო შუაღამის ურო, თუ კიდევ უფრო კომპლექსური. თუმცა ფაქტი ის არის, რომ საკმაოდ დიდი ძალაა ახლა რეგიონში მობილიზებული და როგორც სიტყვიან ყოველწუთიერად შეიძლება ვითარება შეიცვალოს. საკმაოდ რთულია პროგნოზირება რა მოხდება მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები ისე შეიძლება განვითარდეს, როგორც საკმაოდ მოულოდნელი იყოს ჩვენთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის, რაც თქვათ ვენესუელის კამპანიის დროს გამოჩნდა. ასევე ექსპერტული მოსაზრება არსებობს შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასე ვთქვათ დაშლის ეს ძალებს მსოფლიოში, ამერიკის ძალებს და ურადღებას მოადუნებს უკრაინაზე. ჩვენ ამ საკითხებზე აი ახლა ვაპირებთ ინტერვიუ ჩავწეროთ გენერალ ბენ ჰოჯესთან. გენერალი ბენ ჰოჯესი არის საქართველოს დიდი გულშემატკივარი. ის იყო ამერიკის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური და საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი. ის არაერთხელ შეხვედრია ქართულ სამხედროებს, არის საკმაოდ მაღალკვალიფიციური ოფიცერი ამერიკის არმიისთვის და მან დრო გამონახა ჩვენთან სასაუბროდ და ნება მიმოძეთ ახლა გადავიდე უკვე უშუალოდ ჩვენ სტუმართან. Hello Mr. General. Thank you first of all for your participation. მადლობა ბატონო გენერალო, თქვენი დროისთვის და მზადყოფნისთვის, რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების უახლეს სურათთან დაკავშირებით. ჩემი პირველი შეკითხვა ირანის გარშემო არსებულ ვითარებას ეხება, რადგან სიტუაცია ამჟამად საკმაოდ საშიშია. რამდენად არაპროგნოზირებადია არსებული უსაფრთხოების გარემო იქ. რისი თქმა შეგიძლიათ რეგიონში ამჟამად განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო რესურსების შესახებ. So it looks like the military will have everything in place by tomorrow. როგორც ჩანს, სამხედროებს მალე ყველაფერი მზად იქნებათ ადგილზე. ღია წყაროებიდან რასაც ვხედავ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ შაბათისთვის ყველა ის სხვადასხვა საშუალება, რომელთა გადაადგილებაც ხდებოდა, მზადყოფნაში იქნება. სამხედრო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, მათ მობილიზება მოახდინეს დიდი შესაძლებლობების, რათა პოლიტიკურ ლიდერებს მოქმედების გარკვეული ვარიანტები ჰქონოდათ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ირანს კიდევ 10 დღე მისცა. შემდეგ კი ვნახე ინფორმაცია, რომ ეს ვადა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდა. ამიტომ გულწრფელად რომ გითხრათ, ჯორჯ, არ ვიცი. ცხადია, მე არ უნდა ვიცოდე, როდის ან გამოიყენებს თუ არა ის რეალურად სამხედრო ძალას. ჩემთვის უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ თითქოს არავინ იცის რა არის ამის მიზანი. ხედავ კონგრესის წევრებს, რომლებიც ჩივიან, რომ მათ კონსულტაციები არ გაუვლიათ. ვშიშობ, რომ ისეთ სიტუაციაში შევდივართ, როგორც წარსულშიც გქონია. შესაძლოა განახორციელო ძალიან ეფექტიანი დარტყმა, მაგრამ შემდეგ რა ხდება? რა შედეგის მიღწევა გინდა ამით, ეს არ ვიცი. Maybe launch a very effective strike, but then what? What's the outcome that you want with that? I don't know. We are seeing ჩვენ ხედავთ, რომ იქ თავი მოიყარა დიდმა სამხედრო ძალამ. როგორ შეაფასებდით ამერიკის სამხედრო შესაძლებლობებს? რა ტიპის საბრძოლო მოქმედებები შეიძლება ახასიათებდეს პოტენციურ კონფლიქტს? Well, what I don't see are any land forces. So thankfully, that means we're not looking at something like the invasion of
რასაც მეორე ხედავე სახმელთო ძალებია. საბედნიეროდ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ველით ისეთ სცენარს, როგორც 2003 წელს ერაყში შეჭრა იყო. That would be used to launch strikes against რასაც ხედავ, ეს არის დიდი საჰაერო და საზღვაო ძალა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. შესაძლოა ირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე, საჰაერო თავდაცვასა და საზღვაო ძალებზე შეტევის გასაგრძელებლად. depends on what the purpose is. If არ ვიცი, ეს დამოკიდებულია მიზანზე. თუ მიზანი მხოლოდ დასჯა და ირანის იძულებაა გააკეთოს გარკვეული რამეები, ეს შეტევის ერთი ტიპია. that's one type of attack. If it's to თუ მიზანი რეჟიმის ჩამოშლა, მაშინ სამიზნეები განსხვავებული იქნება, მაგრამ შემდეგ რა? ვინ შეავსებს ვაკუუმს რეჟიმის შემდეგ? but then what? What would backfill the regime? არ მგონია, რომ რევოლუციის გუშაკთა კორპუსი უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს. გულწრფელად რომ თქვა, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ დამკვირვებლების უმეტესობა უბრალოდ არ ვიცით, რას აპირებს პრეზიდენტი. Most of us watching, we just don't know what he intends to do. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა, რა შეგიძლიათ თქვათ ირანის სამხედრო ძალაზე? რამდენად შესწევს ირანს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს? It's like the US has. Yeah, I think that certainly they still have capabilities to do certain things like mines in the დიახ, ვფიქრობ, მათ ნამდვილად აქვს შესაძლებლობები გარკვეული ქმედებებისთვის, მაგალითად ჰორმუზის სრუტის დანახმო. მათ შეუძლიათ საპასუხო დარტყმების განხორციელება ისრაელზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, რომელიც მხარს დაუჭერს აშშ-ის ამ ძალისხმევას. თუ კი ეს მოხდება. თუმცა ვფიქრობ, რომ აშშ-მ ისრაელმა და სხვა მოკავშირეებმა ბოლო თვეების განმავლობაში ირანს უკვე დიდი ზიანი მიაყენეს. over the last many months. თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე ადამიანებს უკეთესი წარმოდგენა იქნებათ იმაზე, თუ რა რესურსი დარჩათ. ვფიქრობ, ისინი ალბათ კვლავ სახიფათონი არიან, მაგრამ ამავე დროს სუსტებიც. But I think that they are weak. ნება მომეცით დაგისვათ შემდეგი შეკითხვა. რამდენად გაშფოთებთ სტრატეგიული დიაპაზონის საკითხი? დგას თუ არა დასავლეთი რისკის წინაშე, რომ მისი ძალები ზედმეტად გაიფანტოს ახალ მოქმედებებზე? შეიძლება თუ არა რუსეთმა ისარგებლოს ამ მრავალფრონტიანი დაქუცმაცებით? Well, of course, the U.S. Unfortunately is not really committed that much with doing anything with Ukraine. So I wish we were, but we're not. სამწუხაროდ აშშ არ არის რეალურად მოწადინებული, რომ უკრაინასთან მიმართებით რაიმე ქმედითი გააკეთოს. ნეტავ ასე იყოს, მაგრამ არ არის. That even the United States does not have თქვენ მართებულ საკითხს შეეხეთ. შეერთებულ შტატებსაც კი არ აქვს ულიმიტო შესაძლებლობები. ისინი ელიან ავიამზიდის ჩასვლას. ეს კარგი მაგალითია. თუ ავიამზიდმა უნდა გადაინაცვლოს კარიბის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში, ამას დღეები სჭირდება. ნებისმიერ მოცემულ მომენტში მხოლოდ 4 ან 5 ავიამზიდია ზღვაში. დანარჩენები კი ტექნიკურ მომსახურებას გადიან. at any given time 4 or 5 ასე რომ მაშინაც კი თუ აშშ-ს 10 ან 11 ავიამზიდი ხავს, ყველა მათგანი ზღვაში არ არის. სწორედ ამიტომ გჭირდება მოკავშირეები, სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ტრამპის ადმინისტრაცია და ამერიკის ყველა წინა ადმინისტრაცია მოკავშირეებს. გაეზარდათ თავიანთი შესაძლებლობები, რათა დაგხმარებოდნენ ნაოსნობის უსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის, შეკავებისა და სხვა საკითხებში. Trump administration and every other previous American administration has pushed აშშ ამას მარტო ვერ გააკეთებს. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და ის ბაზები, რომელსაც ჩვენ მოკავშირეები გვაძლევენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ იმის გაკეთებას, რასაც ახლა ვაკეთებთ ამ ბაზების გარეშე. pieces that our allies give us in Europe and in the Middle East. We definitely could not be doing that what we're doing now without those bases. ჩემი შემდეგი კითხვა ეხება რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში. მიმდინარე ოპერატიული ტემპის გათვალისწინებით, რომელიც ხასიათდება გამოფიტვის ბრძოლებით, დრონების სიმრავლით, ელექტრონული ომითა და ტერიტორიული ცვლილებების მცირე ნაბიჯებით. გჯერა თუ არა, რომ ომი ხანგრძლივ ჩიხში შევიდა. თუ არის ნიშნები, რომ რომელიმე მხარემ შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი ოპერატიული იმპულსი 2026 წლისთვის. So I am sure that when I look at what Russia has and what Russia's doing and what Ukraine is doing, I think it is very unlikely that Russia could ever defeat Ukraine. I just don't see them having.
როდესაც ვუყურებ რა აქვს და რას აკეთებს რუსეთი და რას აკეთებს უკრაინა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა უდესმე დაამარცხოს უკრაინა. მე უბრალოდ ვერ ვხედავ მათში იმ შესაძლებლობას, რომ გადალახონ დაცვა ან გაარღვიონ ფრონტი. არ მგონია, რომ ეს რესურსი ჰქონდეთ. უკრაინა მეორე მხრივ ძალიან გაიწაფა რუსების შეჩერებაში, მაგრამ მათაც არ აქვთ ამჟამად იმის შესაძლებლობა, რომ განდევნონ და დაამარცხონ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ მართალი ხართ, ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, იმის გათვალისწინებით, რომ შეიქმნა ეგრეთ წოდებული სასიკვდილო ზონა, დრონების სიმრავლით, სადაც ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს თავისუფლად გადაადგილებას. move around that. The Russians will continue to kill innocent Ukrainian civilians at night, every night for their attacks. რუსები გააგრძელებენ უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას, ყოველღამით თავიანთი თავდასხმებით. უკრაინელებს კი არ აქვთ საკმარისი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა. ისინი კარგად იყენებენ იმას, რაც აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეორე მხრივ და რა თქმა უნდა ისტორიიდან ვიცით, რომ რუსეთის ეს ტაქტიკა გადამწყვეტი არ არის. სტრატეგიულ დაბომბვებს არც ერთ ომში არ მოუტანია შედეგი. თქვენ ვერ გატეხთ მოწინააღმდეგეს მხოლოდ საჰაერო რეიდებით, რასაც რუსეთი ახლა ცდილობს. ეს საშინელებაა უკრაინელებისთვის, მაგრამ არა გადამწყვეტი. როგორც ჩანს, უკრაინამ შეიმუშავა გამარჯვების თეორია, რომელიც გულისხმობს რუსეთის უნარის განადგურებას, გაიტანოს ნავთობი და გაზი ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. თუ ისინი შეძლებენ შორმანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებას და თუ ევროპა, როგორც ბალტიის, ისე შავ ზღვაში შეაჩერებს შილოვანი ფლოტის გემებს, ვფიქრობ, რუსეთის შესაძლებლობა გადაიხადოს ამ ომის ფული 2026 წლის ბოლოსთვის, ან 2027 წელს ამოიწურება. The refineries, and if Europe, both in the Baltic Sea and the Black Sea, would stop the Shadow Fleet vessels that are დიახ, მაგრამ კიევს დახმარება სჭირდება. ევროპა უნდა დაეხმაროს უკრაინას შორმანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღით და ასევე ჩრდილოვანი ფლოტის შეჩერებით. ეს არის ომის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელსაც მე ვხედავ. or in 27. That would be my guess. But they need some help. Europe needs to help with. წარმოვიდგენ, რომ თუ მე და თქვენ ერთ წელიწადში კლავს ვისაუბრებთ, სურათი ძალიან დაემსგავსება იმას, რაც ახლა გვაქვს. თუ კი არ მოხდება რაიმე მნიშვნელოვანი დინამიური ჩარევა გარედან. In 1 year, ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო რუსული ძალების სისუსტეებზე. უკრაინიდან ვიღებთ ცნობებს, რომ კიევს გარკვეული წინსვლა აქვს. ამავდროულად რუსი სამხედრო ბლოგერები სოციალურ ქსელებში ხშირად აკრიტიკებენ საომარ მოქმედებებს და აცხადებენ, რომ რუსული დანაკარგები ძალიან დიდია. როგორ აღწერდით საერთო ვითარებას და რუსეთის რეალურ ძალას ფრონტის ხაზიდან მომავალი ამბების საფუძველზე? That comes from the front line. yeah, it seems like the Russians have unlimited amounts of ammunition, rockets, drones, all of that. I mean, they seem to. როგორც ჩანს, რუსებს აქვთ საბრძოლო მასალის, რაკეტებისა და დრონების ულიმიტო რაოდენობა. ამ მხრივ მათ პრობლემა არ აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ აქვთ პერსონალისა და ცოცხალი ძალის პრობლემები. That's why you always read reports of how they're. ამიტომაც მრავლადაა ანგარიშები იმაზე, თუ როგორ იტაცებენ ემიგრანტებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ქარხანაში იმუშავებდნენ, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდებიან დონბასში. ბრძოლაში ჩართული ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, ასე რომ რუსეთს უწევს გარე ძალების მოძიება, სანამ საბოლოოდ არ გადაწყვეტენ ტოტალურ მობილიზაციას. They finally decide to do a total mobilization, which would affect Moscow and St. Petersburg, and რაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზეც იმოქმედებს. ვფიქრობ, ეს მათთვის პრობლემა იქნება. მინახავს ცნობები, რომ ზოგიერთი ოლქი ვეღარ იხდის იმ ფულად ბონუსებს, რომლითაც ღარიბი რეგიონებიდან ხალხს ჯარში იღიდავდნენ. men from these poorer regions to come join the. მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ ადამიანების მოსაკლავი მრავალი საშუალება და უნდა ვაღიარო, რომ ისინი ძალიან კარგად ფლობენ რადიოელექტრონულ ომს. ასევე ისწავლეს დრონების ეფექტიანად გამოყენება, ისევე როგორც უკრაინელებმა, მაგრამ მათი ყველა დიდი სისუსტე კვლავ ძალაშია. Ukrainians how to use drones effectively. But all of their და რუსეთი 2014 წლიდან მოყოლებული ყველა უპირატესობის მიუხედავად უკრაინის მხოლოდ 20%-ს აკონტროლებს. ეს კი კოლოსალური მარცხია. back to 2014 still only controls about 20% of Ukraine. That's a colossal failure. I would like to focus on the Caucasus. Some military military observing organizations, experts have stated that Russian political. ერთი სამხედრო ორგანიზაცია და ექსპერტი აცხადებს, რომ რუსული პოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში სუსტდება, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს ორი ქვეყანა აძლიერებს კავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ცდილობენ ახალი ურთიერთობების აგებას და ასე შემდეგ.
ამავდროულად საქართველოს შეაჩერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ხოლო რუსეთი აგრძელებს ეკონომიკური კავშირებისა და გავლენის გაფართოებას საქართველოში. თქვენი აზრით, რამდენად მოწყვლადია საქართველოს რუსული ჰიბრიდული გავლენის მიმართ? Georgia is to Russian hybrid influence. Very. I mean, yeah, this was a failure by the West to really. ძალიან მოწყვლადია. ეს იყო დასავლეთის მარცხი, რომ სრულიად არ მიიღო საქართველოს და არ ჰქონდა სტრატეგია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. That would support Georgia and protect their desires to become part of the West. რომელიც მხარს დაუჭერდა საქართველოს და დაიცავდა თბილისის სურვილს გამხდარიყო დასავლეთის, ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი. And they have access. ამის ნაცვლად ჩვენ ეს ვერ შევძელით. რუსებმა კი გამოიყენეს ეს. ცხადია, მათ აქვთ წვდომა ლაუთ ხალხი საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, რომლებიც ღიად პრორუსები არიან და რუსეთის რესურსებით საზრდოობენ. სწორედ ამიტომ მიუხურეს კარით დემოკრატიულ მოძრაობებს. So there is I think what clearly Russia აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს გააკეთოს ის, რაც ქართულ ხალხს უნდა და სამწუხაროდ საქართველოში არიან ლიდერები, რომლებიც ამაში თანამონაწილეობენ. that are complicit in that. საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, აკეთებს თუ არა დასავლეთის საკმარისი მის სადემონსტრაციოდ, რომ ევროატლანტიკური გზა მხოლოდ პოლიტიკურ პარტნიორებას კი არა, უსაფრთხოების რეალურ გარანტიებსაც გვთავაზობს. თქვენი აზრით, რა სიგნალები ან ქმედებები აკლია ამჟამად დასავლურ პოლიტიკას, რაც უფრო ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას რუსულ გავლენას რეგიონში? Yeah, well, unfortunately, the current U.S. administration is interested more in transactions, not in. სამწუხაროდ აშშ ამჟამინდელი ადმინისტრაცია უფრო მეტად გარიგებებით არის დაინტერესებული ვიდრე ღირებულებებით. იმედი მაქვს ცდები, მაგრამ ვერ ვხედავ ადმინისტრაციის ბზაობას. დაუპირისპირდეს რუსეთს, თუ საქმე არ ეხება რაიმე მსხვილ გარიგებას წიაღისეულთან დაკავშირებით, ან რაიმე ეკონომიკურ სარგებლოს ადმინისტრაციისთვის. ისინი თითქმის არაფერს აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად, რაც შეეხება საქართველოს არ ვიცი. I mean, they're doing almost zero to help Ukraine. ტრადიციული გაგებით აშშ ხას უნდა უსვამდეს საქართველოს დახმარების მნიშვნელობას მისი მიზნის, დასავლეთთან ინტეგრაციის მიღწევაში. ამ ადმინისტრაციის მხრიდან ამას ჯერ ვერ ვხედავ. ამის მტკიცებულება არ მომისმენია და არ მინახავს. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კავკასიაში საინტერესო იყო ჩემთვის, მაგრამ ამასაც უფრო ბიზნეს გარიგების ელფერი დაჰკრავდა ვიდრე რეგიონული უსაფრთხოების. The fact that the vice president went to the Caucasus was interesting to me. და რა თქმა უნდა, ადმინისტრაციამ თავის ბოლო ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიაში მიუთითა, რომ ევროპა თავად არის პასუხისმგებელი ევროპის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. And of course the administration has indicated in ამიტომ სამწუხაროდ ვერ ვხედავ შეერთებულ შტატებს, რომელიც ამაში დიდ როლს თამაშობს. security of Europe. So I just unfortunately don't see the United States playing much of a role in this. Georgian army and Georgian security. ქართული არმია და უსაფრთხოების სისტემა შეერთებული შტატების დახმარებით აშენდა. თქვენი პირადი წვლილიც დიდია და დახმარება ძალიან დასაფასებელია. ამას ვაფასებ მეც, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ოფიცერი. როგორი იქნებოდა თქვენი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, ვისაც სურს იყოს ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი? რა შეგვიძლია გავაკეთოთ? What would be your message? What can we do? Well, as an outsider, როგორც გარეშე პირისთვის, ჩემგან არ არის მართებული მოგიწოდოთ, რომ განაგრძოდო ბრძოლა და რისკის ქვეშ დააყენოთ სიცოცხლე. people, but I have so many friends there that I worry about. ეს ქართული ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მე იქ იმდენი მეგობარი მყავს, რომლებზეც ვდარდობ, რომლებიც დააპატიმრეს, ან რისკზე წავიდნენ. ასევე ჟურნალისტები, თქვენ და სხვები, ვინც უზარმაზარ რისკს ეწევა. ნუ თუ მარტონი ვართ. Well, for a fact that there are millions of Americans that respect Georgia and want to see Georgia achieve what it wants. Former Congressman Adam Kinzinger is one of the leaders. იცოდეთ, რომ მილიონობით ამერიკელი პატივსცემს საქართველოს და სურს იხილოს, რომ საქართველოს მიაღწიოს დასახულ მიზანს. ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ერთ-ერთი წამყვანი პროქართული ხმაა. Larger effort by Europe as well. ხალხი ამაზე კვლავ ფოკუსირებულია, მაგრამ ეს უნდა იყოს ევროპის, კანადისა და სხვების ფართომასშტაბიანი ძალისხმევის ნაწილი, რათა წინ აღუდგნენ რუსულ მცდელობებს მთელი შავი ზღვის რეგიონში. But
I'm reluctant to tell Georgians to keep fighting because, I'm მე თავს ვიკავებ ქართველებისთვის მოწოდებისგან, რომ იბრძოლონ, რადგან მე საფრთხე არ მეუქრება. მთელი რისკი მათზეა, მაგრამ თხოვ ხალხს, ჰქონდეთ მოვლენების გრძელვადიანი ხედვა. ჩვენ გვექნება ჩვენი არჩევნები ნოემბერში და რა თქმა უნდა ხედავთ და თქვენმა აუდიტორიამაც იცის, რომ დემოკრატია ამერიკაში ახლა დიდი წნეხის ქვეშაა. and I worry about the election. ვღელავ ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც ძალიან დაძაბული იქნება. ჩვენ რაღაც ახალს გავიგებთ საკუთარ თავზე, როგორც ქვეყანა. We're going to find out. We're going to learn something about ourselves as a country. Thank you sir. Thank you. მადლობთ ბატონო გენერალო, მადლობა თქვენი დროისთვის და კომპეტენტური აზრისთვის. ძალიან ვაფასებ, რომ მომეცა თქვენთან საუბრის შესაძლებლობა. Thank you very much. აი ეს იყო ჩვენი ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან. საინტერესო იყო, ვიმედოვნებ თქვენ კი არ გამოგრჩეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ადევნოთ თვალი იმ სიახლეებს, რასაც ჩვენი ალფა სიხშირის გუნდი სპეციალურად თქვენთვის ამზადებს.